გამარჯობა, სარბიალის პოდკასტის დრო. განსხვავებული საუბარი გიორგი გველესიანთან. მათ შორის ფეხბურთსაც. გიორგი, გამარჯობა. სასიამოვნოა შენ სტუმრობა ჩვენს გადაცემაში. როგორ ხარ? მადლობთ, კარგად, მადლობა მოწვევით. შარშან ამ დროს ძალიან დაღლილი იყავი და ქონდა ევროპის ჩემპიონატის მერე ისეთი დღე, რომ ჟურნალისტებთან არ ქონია ურთიერთობა. როგორ იყო პირველი 3 ვეცადე რომ უცებ გამეკეთებინა ყველაფერი და იმდენად მეც არ მინდოდა ვინმე გამომეტოვებინა და ჩემო მეუღლემაც ყველას კი უთხრა, ბოლოს დაგროვდა ეს ხალხი და რეალურად თქვენ სულ მემხედავდით, მაგრამ ეს ყველაფერი 3 დღეშია ჩაწერილი სინამდვილეში. სამ დღეში ყველაფერი. ზოგი ეხრავი და ზოგი. კი, იმიტომ რომ ძალიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოველდღე გეყურებდით. არ ვიყავი წინა. თქვენ გირჩევნიათ მესმის რომ ყოველდღე უყუროთ პოლიტიკურ ვითარებას, ეგ მაგას ხართ მიხეულები. მე ამას ირონიით გეუბნები. ჩვენ არა ვართ. თქვენ არ მიგულისხმობთ. ზოგადად აი ჩვენ გარკვეულ ნაწილს ვესაუბრები აქედან გაკვირით და იუმორით. პოლიტიკა უფრო ესაა. ერთი რა არ მესმოდა, იცი ხა ძალიან ასე ადამიანურ რაღაცა კონტექსტში მართლა არ ჯდება. ეხა ადამიანი მივიდა ერთ გადაცემაში და იქ მეორეგან აღარ უნდა მივიდეს? თუ როგორ ხდება? აი, ლიმიტი როგორ არის? ის უფრო ცუდი არ არის სიტყვაზე, მაგალითად. იყო ეგეთი შემთხვევები, გქონია ჩვენ მისულა სხვაგან და ჩვენთან არ მოსულა. ამ პირიქით ჩვენთან მოსულა. აი, მეგეთ ხა ნახეთ, ხა ევროპის ჩემპიონატი სრულდება, შენ ხო ხდებით ხა რა ემოცია ყველას უნდა და შენს ბედნიერი ხარ და ყველას გინდა რომ ასიამოვნო. შენ იქ მიღმერი ფიქრები არ გაქვს რომ აი მე ხალხი ჩემზე რა სიტყვის და ხო არ მოვაბეზრებ თავს და ჩვენ მე ხა ტყილა კი არ მიხუმრია მართლა ურჩევნიათ ეს დაძაბული რო ცხოვრობ მუდმივად მე ამას კარგად ვგრძნობ ირანში ხა ხო ხდებით სხვა მოწყობის ქვეყანაა და ეს როგორ დინამიკაში თქვენ გიწევთ ცხოვრება იქ უფრო მშვიდი წყნარი ეს სტატიკური დინამიკით მიმდინარეობს ყოველდღიური ცხოვრება. აქ იმდენად თქვენ უკვე ჩართული ხართ აი ამ პროცესებში, რომ ამის გარეშე უკვე აღარ შეგიძლია თითქოს და აი ხა ვიღაცა გამოჩნდა და ერთხელ ნახე, ორჯერ ნახე რა ტვინი წახ და მე უკვე აღარ შეგიძლია, უკვე გეზეზე ხვდებით ხო, მეც ზედმეტი მომივიდა ბუნებრივია, მაგრამ არა, უნდა ჩვენთვის ასე ამამო იყო ჩვენ. არა, ბუნებრივია რომ ხა ეგეთი მოვლენის დროს ყველაზე პოპულარული რესპონდენტი რო ხარ, აბსოლუტურად ბუნებრივია. იცი რა, ეგ აქ არის გასაკვირი, თორე ჩვეულებრივი ამბავია სხვა ქვეყნებში. მაგას არ არის გასაკვირი, მემბო, რა ვიცი, ჩემთვის არ არის გასაკვირი, აბსოლუტურად არ არის გასაკვირი. არა, აბსოლუტურად რა არის გასაკვირი იმაში, რომ ყველა ნაკრების ყველა ფეხბურთელი უცბად ხდება ყველაზე პოპულარული რესპონდენტი ნებისმიერი იმისთვის მედია საშუალებისთვის ამაში მე გასაკვირს დავუწყო. ხო და წესით არ უნდა იყოს ხო კიდე რას დავამატებ, რომ გიორგი მეცეს ჟურნალისტებთან კომუნიკაცია. კიდე პლუს ამას რა და იმეთოა სასურველი ყველასთვის სასურველი რესპონდენტი ამეთოა. გეთახმები აბსოლუტურად. არიან ახლა ნაკრებში ფეხბურთელები, ვისაც ჟურნალისტი იმას გაურბის მოკლედ რბილად რო ვთქვა. გაგინელდა ემოციები ევროპის მერე? კი, ნამდვილად გამინელდა. ხსა ფეხბურთში ძალიან ვითხარი აი ამ ცივ გონებაზე შარშა 1 წლის წინ რა ხდებოდა? ძალიან გუწყფელი რო ვიყო, უნდა დავიწყო მაშინ გავედით ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე. ფეხბურთელის თვალით დანახული და შეგრძნებული ეს ემოცია კი სხვა არის, ვიდრე დავუშვათ გულშემატკივრის თვალით. ხა მაგალითად ნახეთ მე ხო ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა გავედით და საბერძნეთთან დრამატულ თამაში მოვიგეთ. მაგრამ ჩემს თითქოს გაურება იყო, რო არ მითამაშია ეს ტკიო და რაღაც თითქოს ბოლომდე ნაწილი ვერ ვიყავი ამ წარმატებისა და მეორე ხე უბედნიერესი ვიყავი, რომ გავედით, გესმით? ანუ 100%-ით ბედნიერი არ ყოფილა. ხო, მე ჩემი თავის მეგობრად ეს პირველად გამოვცადე, როგორ შეიძლება 100%-ით ბედნიერი არ იყო ამ დროს. ხო, თითქოს სირცხვილი ხა თითქოს აი რაღაცა ახსარებას ავითარი, მაგრამ ძალიან ჩვეულებრივი მომენტია ამბიციური ფეხბურთელისთვის. რა შენ გინდა, ხო? კი, გიხარია თქვენი წარმატება, მეც მინდა, მე მინდა, მე ეგოიზმი, მაინც ეგოა ფეხბურთში, ხო? მე უკვე ეს ემოციები ხა რაც იყო, ყველა ერთად გამოვცადეთ და იქ უკვე უბედნიერესები ვიყავით, მაგრამ მიჩვეული ვართ ეს სწრაფად ხდება ეს აზარტისავით რაღაც შემოვიდა, გავიდა, შემოვიდა თუ დარჩი იქ უკვე მე რეგრესი გეწყება და ყველაზე რთულია რომ გადაერთო ხა წავიდე ევროპის ჩემპიონატზე რაღაცა იქ საოცარ გარემოში და უცებ მიდიხარ რაღაცა ისევ შენ გუნდში რაღაცა ესე სტატიკური დინამიკით აგრძელებ
დაღმა ფრენაში ხარ შენ და იქ უკვე ხალხი ხდება რომელიც შეგო დაღმა ფრენაში ასე რომ ვთქვა. ხა და შეცდა აუგო ფეხი და რაც მე სიმართლე გითხრათ მალე აი ეს უცებ ჩემი თავის მობილიზებას ვაკეთებ. კი. დახვედრა როგორი მოგიწყვეს მაშინ? დახვედრა ირანს ვამბობ. ირანში მე მიმიჩნევენ მართლა გადაჭარბების გარეშე თავის შვილად მიმიღო ამ ქვეყანამ და ამ საზოგადოებამ. არ მინდა გავკადნიერდე, მაგრამ ძალიან უყვარდათ იქ და ჩემი წარმატება ძალიან უყვარდათ რა. უნდა ვაღიაროთ, რომ აი მართლა, რა ვიცი, ვამაყობ რა ამ ყველაფერს რა. ხდებით ამ სიამაყით ყვები და მახარებს ეს ფაქტი არ არის. არის საამაყო, კი? როგორ არ არის? ანუ ამ ხელაქვეყანა რომ იგიღებს. ხო, რომ იგიღებენ და პატივს ემდა უყურხეთ, ხო, რა თქმა უნდა საამაყოა, კი. და ევროპის მერე რა თქმა უნდა პოპულარობაც გაიზარდა, ხო? იცი როგორ არის იქ თითქოს აი ეს გუნდი ხა თქვენ არ ვიცი მე ვიცი რომ თქვენ ძალიან ჩახედული ხართ სტატისტიკაშიც ფეხბურთშიც და ყველაფერში თვითონ აი ეს პერსეპულიზი ხა შესაძლოა ჩემგანაც გსმენიათ მაგრამ კიდე ერთხელ ხაზგასმით უნდა თქვა რომ მათთვის ეს არის რაღაცა 60-ის კარიბჭე აი ზედაზღვა ამის იქით რო არაფერი ირანის ნაკრებზე მეტი გულშემატკივარი ყავს პერსეპოლის ხდებით ხო ნაკრები მეორე ხარისხოვანი ამისთვის ჩემი ფეხბურთელი რო იქ წარმოადგენს ევროპის ჩემპიონატზე აღაცას ჩემს სახელს წარმოადგენს ეს რა თქმა უნდა საამაყოა და მაგრამ მე პოპულარობით უკვე სარგებლობდი ამ გუნდში იმიტომ რომ უკვე ჩემპიონი გავხდი ჩავედი თუ არა თასი სუპერთასი ყველაფერი მოვიგე მოკლედ და ეს დამატებით ის სეზონის საუკეთესო მცველად და ზორჯერ დაგასახა სამჯერ ბოდიში ეხლა მე ხო მაგას ეხლა მე-13 იქამდე ვჭერ გიორგი რა უნდა კითხო იცი დებიუტი ქონდა ევროპის ჩემპიონატამდე 2 კვირით ადრე ხო სადღაც ეგრე იმ თამაშის მერე მემასთან ჩერნოგორიასთან თუ მონტენეგრო ისეც ასეც დარწმუნებული იყავი რომ ევროპის ჩემპიონატს აგიყვანნა და როცა გაიგე უკვე საბოლოო შემადგენლობაში იყავი რა ფიქრები ქონდა და რა ემოცია ქონდა ეგ გითხარი რა იცი როგორ არის ნახეთ რაღაცას როცა აკეთებ გინდა რომ მაქსიმუმს მიაღწიო ხა ჩემი ისტორია ყველა მიცით და აღარ მინდა გავიმეორო რა როგორ იყო ამ ისტორიაში ყველაზე დრამატული ის არის და ძალიან ბევრ ხალხს სწორედ ამის გამო საქართველოში თუ მაფასებს ფიქრობ უფრო ამის გამო მაფასებს ვიდრე დაუშვათ სხვა საფეხბურთო მონაცემების გამო ყველას უყვარს ის მომენტი რომ შენ მაინც რაღაც არ დანებდი რაღაცას და მაინც ბოლოს მიაღწია რომ ეს გულშემატკივარ ადამიანს კი ეგ მომენტიც არის და მე მართლა არ დავნებებული ვარ და რა თქმა უნდა ყოველთვის ხონდა მაგის იმედი და ნახეთ მან დრო ვითამაშე მონტენეგროსთან ყველაფერი რა ვიცი ისე დაალაგა და გესმით იქ შესაძლოა საერთოდ არ მითამაშე იმიტომ რომ ეხლა კვირკველიას ტრავმა ჰქონდა რაღაც უცნაური ტრავმა ყველაფერი თითქოს ისე ლაგდება ხდებით ხე ვიღაცის ტრავმას როგორ უნდა გულშემატკივრო კი როცა ძმაკაცები ვართ და ყველა ერთმანეთის კარგი გვინდა მაგრამ ხანდახან ისე ლაგდება ეს პროცესი თითქოს სადღაც მე ხუმრობ ხოლმე რომ ღმერთს ალბათ ცალკე დეპარტამენტი აქვს საფეხბურთო თქო და სადაც რაღაცა გარკვეული დამსახურებები წყდება რაღაც საკითხები, იმიტომ რომ მე მჯეროდა და ეს შესრულდა. ხო, მე უკვე ხდებით ანუ რაღაცა თვითკმაყოფილება როგორც კი შემოდის, ცოტა მე ავტომატური პროცესია ხო მე ვარდნა. აი მაგის მეშინია ხო ყოველთვის და მაგას გაურბივარ ძირითადად. ამ თვითკმაყოფილების შეგრძნებას. აი ერთი ძალიან თქვი ის ემოცია გითხარი რა საბოლოო საევროპე შემადგენლობაში რო ამოიკითხე. ო, აი ნახე, ამოვიკითხეთ თქვენ ჩემზე ადრე ამოვიკითხეთ ჩემი თავი. მართლა? კი ბატონო, დიახ. ეგა საყვირველია საერთოდ. ანუ ჯერ თქვენ ვიცოდით და მე გაიგე. ეხლა ხო იცი რომ ნაკრებში ხარ გამოდე. ეხლა ამერიკაში. აი პორტუგალის თამაშამდე ხარ პატარა ისტორიას მოვყევი. პორტუგალის თამაშამდე თეორია იყო, ვილი აცხადებს, მაგრამ შემოდგება ჯერ აცხადებს, ჯერ ყვება რაღაცას, ორი თეორია აქვს, დილის და მე თამაშამდე და თამაშამდე უნდა გამოვაცხადოს, თამაშამდე 2 საათი ადრე, ხო? დილას არ აცხადებს. დილას არ აცხადებს, ხო არის ჯერ თამაში, ვიქიდან ვერ ასკვნი, ვერ საიდან ვერ ასკვნი, ხო? შენ ცალკე ნერვიულობ, ბუნებრივი ხარ. ზოგ ფეხბურთელს უჩვენე არ იცოდეს და მე მიჩვენე რომ ვიცოდი ხარ. და კარიერაში თუ ეს თამაში შესაძლოა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, ჯობია ვიცოდე რომ ცოტა სხვა განწყობით მოვემზადებ, ისედაც კი მოვემზადები, მაგრამ ხო გითხარით, მაგალითი მოგიყევით უკვე საბერძნეთის თამაში, როცა გულდაწყვეტილი ვიყავით. როცა ყველას აბსოლუტურად
სხვა ემოცია ჰქონდა დადებითი, მაგრამ ცოტა ჩემში უარყოფითი ცუფებდა. ხოლო რაც შეეხება პორტუგალის თამაშს, დილას რაღაცას დაცვით იმას აყენებს, ყვება და ამბობს აქეთ. აღარ მახსოვს ახლა ლოჩოშვილს ესე ხთითებზე კი არა რაღაც დაფაზე ანახებს რა, რომ აქეთ მარცხენა მხარეს მგონი რომელი დვალი ხო? ლაშა დვალის გასაგონად ვამბობ ესექნას, გულამ კაშიას გასაგონად ვამბობ ესექნას და ხე მარჯვენა ცენტრალური მცველი ხონდა და ხო ის ყველა ესე ველოდა ვისაც მოუწევს მარჯვენა ცენტრალურ თავში იმის გასაგონად და აი რა ბოლომდე მაწორინეს ესეთი და ანუ ეს არ ქონდა გადაწყვეტილი თუ გაწვალათ უბრალოდ ეს ხო არ იყო мотиваციის სამოტივაციო ხე რაღაც ჩემზე მარტო მე ვარ კაც სამოტივაციო ობიექტი ხედავით ამას თვითონ არ უფიქრია შესაძლოა მაგრამ ნუ ეხა ეს უკვე არ ქონდა ნო ჩავიწყებული ამბავია რა მაგრამ ნუ ეს რაც ჩემში დაილექა და ეს ანუ დილის იმას რო ატარებს ხოლმე ამ თეორიას არ ჩანს ეგ ვის გულის სპორტა ვინ რა უნდა მე არ ჩანს ხო და გააჩნია მწვრთნელს ზოგადად თავიდანვე იცი ხა წინა ვარჯიშებზე უკვე ეს ფორმირება ხდება აბა შენაკეთ შენიკით ყველა ზოგ გააჩნია სტილისტურად როგორ არის ხო და ამან ბოლო სანამ ფლეშკორზე არ მოვიდა რომ შენ თამაშობ დავხედე ხარო მაგრამ ვერ გავიგე ცოტა უცნაური მომენტი ერთი პერიოდი სხვათა შორის ეს ნაკიდკებს რო ეძახიან რა როგორ გადაუგდე და მაგის მიხედვით ხდებოდი ძირითად შემადგენლობას ძალიან ისე 90-იანებში ნაკიდკავის ეს რა და ვის არის საევროპო შემადგენლობა როგორ იყო რომელი ევროპაზე წასასვლელ შემადგენლობაში რაღაც მოხდა ხო ეხლა მან ნახეთ კაი სეზონი ჩავატარე რაღაც საჩემპიონო გოლი გავიტანე კარგ ფორმაში ვარ კი ბოლო წუთზე ბოლო თამაშის ბოლო წუთზე და მან ველოდი ესე კი არა ხა აქაც ხო ხედავთ ბოლო დღეს აცხადებენ რაღაცა ბოლო დღეს უცებ ჩაგაკვეტებენ და გამოფრინდი ესეა და იქაც ბოლოს გავიგე ბუნებრივია მაგრამ მოლოდი მქონდა რომ უნდა ყოფილიყავი გამიხარდა ხა ბუნებრივია მაგრამ ერთი არ როდესაც გამოძახებული ხარ და მეორე უკვე მთელი საქმე გასაკეთებელი კაცო ამ ხელპასუხისმგებლობა არის და ეხა ის ემოცია მე არ მახსოვს რომ აი საერთოდ ძალიან ძლიერი შეგრძნებით სიხარული არ მახასიათებს მხოლოდ და მხოლოდ ეს გოლის რამოდენიმე წამია, როცა ძალიან მიხარია რამეთორე. მალევე წნარდები, შვიდები, ყველაფერს ვცდილობ, რომ არ ვიცი, ხასაკმა მოიტანა თუ ზაღმაფრენაში არ მაგეთებს, მოკლედ არც ზედმეტი სიხარული და არც რაღაცა წაგებისგან განსტილი წუხარება. ხო და შეიძლება თუ ღებულობ მე ამ ყველაფერს ადეკვატურად. შესაბამისად მე არც არ გამოძახება, აღარ მწყინს იმდენად და გულთან ახლოს არ მიმაქვს და არც დაშვებული შეცდომა და ხდებით ხო, უფრო ისე რბილად უდგები საკითხებს, რა, ბევრ საკითხებს. აი წეგან ახსენე და ისე მაყურებელმაც რო იცოდეს ძალიან კარგი პრეცედენტი შექმნა გიორგი მიმხრივ რომ სხვა ფეხბურთელებს მისცა მაგალითი რომ უკვე 30-ს გადაცილებულსაც კი შეგიძლია ნაკრებში ითამაშო რა წარმოგიდგენია ეს არის ჩემი აზრით სტიმული რა ჩემი აზრით სხვა ფეხბურთელებისთვის რომლებსაც იქამდე არ მიუღწევიათ ჯერ იმდენი და აი ხო კარგი მაგალითი თუმცა უბრალოდ მასე წარმომდგენ გიორგი უბრალოდ თავის სამუშაოს აკეთებდა იმ კლუბში ხო თქოებრივად გიორგი და ევროპა მორჩა, ნუ რაღაცა გაიარა ამ ყველაფერმა და დაიწყო ეს შესარჩევი ერთა ლიგის და აღარ იყავენ მე უკვე ნაკრებში. აღარ გიძახებდნენ ხო ახლა ერთა ლიგის იმაზე. თავიდან იყავ მე აღარ ვიყავ. ხო, ნუ ბოლო თამაშობს გულს. კი, მარტში ხო. რაო, რატო არაო? ნახეთ, ჩემთან პირდაპირ კომუნიკაცია არავის არ ქონია. ხო და მე ხوار დავიწყებ რატო არ ქონია, უნდა ქონოდათ. არა, ყველა წვენას თავისი ხედვა, თავისი მდგომა. ხო, არ უთქვას რა. რაც პრესკონფერენციაზე თქვენ მოისმინეთ იქ არგუმენტად რომ ასაკი ხდებით ხო? ეგ მენდოდა ზუსტად რა. შენთან ხო არ ყოფილა. არა, ხა. როგორ გითხრათ, ყველას თავისი ხედვა აქვს. შესაბამისად, ხა თუ მე ჩემ წარმოდგენაში ესე იყო, როცა მე ვიყავი ახალგაზრდა, მეუბნებოდნენ ახალგაზრდა ხარ, როცა აღარ ვარ ახალგაზრდა, ეხა უკვე დაბერდი. ხო და მას ადეთ ცოტა ხარი ხო ეს შეიძლება ხო რა, მაგრამ ხა სანიოლის მადლობის მაგიერი ვარ კაცო, გახარებული ვარ, ბედნიერი ვარ ისეთი საშუალება მომეცა მასთან ერთად და ალბათ მას ჩვენთან ერთად რომ ავიღო თელი ცხოვრება მე მახსოვდება. რაც შეეხება ეხა მან ორჯერ განაცხადა რა, რომ ასაკის გამო რაღაცა ეს ხო, რაღაც მინიშნებებს აკეთებს. მე შეიძლება კვირკველიაზე ხო და
ცოტა დემოტივაციის ფრაზები მგონი ეს ყველაფერი რა. ხოთები მე უფრო მაგალითად მე რო ვიყო წველი და ალბათ ვიქნებოდეს რაღაც მე მაინც გავუთხიდები რა იცი რაში გამომადგება. ეს ხო, იქ რონალდოს ვინ როდის დაუფარებს რა იცი. ხო, იმიტომ რომ კი. ო მე ერთხელ შეიძლება მოგიბრუნდეს და მე რაღაც შენი სარა ხარ ჩემზე ხდებით. მობერდაო რო თქვიო. ევროპის ჩემპიონატი მაინც ისეთი თემაა გიორგი რომ მაგას ვერ გავწდებით და ის ემოციები მაინც უნდა აი ისეთ ყველაზე ისეთი ემოციური მომენტები გაიხსენე რა იმ ევროპის ჩემპიონატიდან. გინდის რონალდოს ჩვენთვის რონალდოს დაფარება ისეთი. აი რა ხდებოდათ მაგალითად მაგრად მაინტერესებს ესპანეთთან რო ვიგებდით ის 20 წუთი რას გძნობდით და აი როგორი ის მიდიოდა რა თამაში და თვითონ აი მოედანზე მინდორზე რა ხდებოდა მაგ დროს 20 წუთი როცა ქვეყანა ჩვენი გვეგონა აი 20 წუთი მაინტერესებს რა უბრალოდ აი პორტუგალიდან დავიწყოთ მაშინ მივყვეთ მე გადავედით ესპანეთზე ხო პორტუგალიასთან გჯეროდა რა რომ მოვიგებდით ნამდვილად ცოტა ისეთი ფრაზა არის ხა პორტუგალიასთან გჯეროდა რომ მოვიგებდით ცოტა არ ჯდება ლოგიკურ ოპერაციებში მაგრამ სხვა გზა არ ქონდა ჩვენ დასაკარგი არაფერი არ ქონდა ბრძოლის უნარი გუნდი ვიყავით რომელსაც წყურო და მოგება და ვითამაშეთ კომპაქტურად და მოკლედ მაგას ყველამ ვიცით მოვიგეთ ემოციებს რაც შეეხება ხა ყველა სხვადასხვანაირად არ იქობს ამ ემოციებს გულშემატკივარი ხარობს თქვენ სხვანაირად მე ჩემზე მოვყევი მე როგორ არ ვქო ემოციებს და შესაბამისად ხთელი ქვეყანა გაბედნიერებულია კარგის მეტი ვის თქმა შემიძლია რაც შეეხება ესპანეთს ხო ხა ესპანეთი აბსოლუტურად სხვა დონის გუნდი იყო დააწყების წამიდან ვიგრძნობოდა რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა ეს ყველაფერი თუმცა ფეხბურთი გავიტანეთ გოლი მაგრამ რო ვახსენე ის ღმერთის მიერ გამოყოფილი საფეხბურთო დეპარტამენტი იმ დეპარტამენტმა ესე თითი დაგვიქნა მეც ზედმეტი მოგივათ აინი რომ დაგვემთავრებინა 1-0-ით მაგრამ კი შეიძლება ჩემი აზრით ისევ კომპაქტური ეხეთ და ჩვენთვის ნახეთ აი როგორი მომენტია თამაშობთ 3 5 2 ხო აი ხა ესე ვამბობ კლასიკურად თორე ხა იქ 5 და როცა იცა უკვე 5 4-1-ით იცავდა შესაძლოა კიდე უფრო ისრებოდეს არ ვიცი ხო იმდენად სწორად მოძრაობდნენ ესენი რომ აი წარმოვიდგინეთ 5 მცველი ყავს ჩვენ გაშლილ მდგომარეობაში 5 დაუშვით მარცხენა მხარეს არის მე მაქვს გადაწყვეტილება მისაღები დავუშვათ დავაზღვიო კაკაბაძე გადავიდე იქით ჩარბენ კაცზე ინსაიდერში თუ დავრჩე თუ გადავედი თუ არა ვიცი რომ შემორბის დავრჩი იქ აძლევს ანუ სულ მუდამ ანუ ხანდახან კი არა მუდამ ესეთი მომენტებია და აი ეთყობოდა რომ მაღლესი კლასის გუნდი იყო ხა ეს გოლი დამსახურებული იყო შემთხვევით იყო როგორი იყო გოლი იყო და ჩვენ წინ ვიყავით და ვერ გაიგებთ მაგას ხა ფეხბურთში მე რაც არ უნდა ვიმარჩიელო შესაძლოა კი დამთავრებული იყო 1-0 შესაძლოა თუმცა მოედანზე ორი აბსოლუტურად განსხვავებული კლასის გუნდი იდგა და საბოლოო ჯამში რაღაცა ლოგიკა ხო არსებობს თალდიხა დეპარტამენტში ვერ ჩააწყობი ხა ესე ხო იქ არ ეწყობა რაღაც დონეზე ჩააწყობი ყველა კი რა მე ესე თლად ბოლომდე ვერა ისე მართლა ამ ევროპას რო გადავხედოთ მარჯვენა ფლანგზე მე კი არ ვაკნინებ დვალი და ლოჩოშვილის და იმათ დამსახურებას აი 4-ვე ისეთი მეტოქე ყავდა რომელსაც აქედან უფრო ყავდა რა შემტევები ძლიერები ნუ იამალს თუ გამოვაკლებთ და აქედან მოდიოდნენ ეს ილდიზი და მაგარი იყო თურქები და დიდი დატვირთვა მოდიოდა მარჯვენა ფლანგზე შედარებით ხო აქეთ კაკაბაძე და გიორგი ყოჩახ მართლა ისეთ გიორგი, კარგი ეს ნაკრები ცოტა ხანი შევეშვათ. ირანზე მინდა კითხო, მე-8 წელია, ხო? მე-8 წელი დაასრულე, ხო, ირანში. როგორ წახვედი რა, ანაერად წახვედი, ახლა ცოტა უცნაურია რა, საქართველოსდან გავიდა ფეხბურთელი იქ და ხო, ბევრი ტრანსფერი გვახსოვს ეგეთი? არა, ბევრი არ გვახსოვს. და როგორც წესი ბოდის ვიხდი სანამ უპასუხებ არაევროპულ გუნდებში ასულ ფეხბურთელებზე ჩვენთანაც საკმაოდ ცოტა ინფორმაციაა. მაგალითად, შუა აზიაში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელები გვყავს ჩვენ. მაგრამ ნუ როგორც წესია ეს არ შუქდება და ინფორმაცია ნაკლებია, ისევე როგორც ირანის შემთხვევაში. გეთახმებით ხო, ინფორმაციული ვაკუუმი არის ხოლმე გაშუქების კუთხით ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს, ხო? რაღაც შუა აზიის ჩემპიონატები. თუმცა ეს იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ სადღაც ცუდი ჩემპიონატია. მე ირანზე პასუხისმგებელი ვარ, რომ
ჩემს სიტყვების პასუხისგებელი ვარ, რომ ნამდვილად მაღალი დონის ჩემპიონატია. რა თქმა უნდა არის რაღაცა გარკვეული ლაფსუსები, მაგრამ ერთიანობაში ყველანაირი კუთხით საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატია. სათამაშოდ ძალიან რთული. ეხლა ჩემი წასვლის ისტორიას რაც შეეხება ეს დინამოდან მოხდა ეს ყველაფერი, დინამოში ჩემი მოყვანა მოხდა ფოტოშორის შაშა ამ დროს, როცა ძალიან ბევრი ისტორია მოუყევი და ყველაფერზე ვილაპარაკი, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი გამორჩა და ეხლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით. მაშინ დინამოში მუშაობდა, კახკაჭარავასთან თავმჯდომარე იყო ლევანი სალუკაძე, თქვენი კოლეგა. და მისი ერთ-ერთი დამსახურებაც არის, რომ ტრავმირებული მე იქ მიმიყვანა, კაპიტნად დამნიშნეს. ის ერთი წელი ძალიან კარგად ჩავატარე და შემდეგ უკვე შემიგზა ესე წარიმართა. მე ლევანს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველაფერს. წინა პოდკასტის სტუმარი იყო ლევანი. ბატონო. ხო, ეხლა როგორ ხდება ეს ყველაფერი? რომ სეზონს ვატარებ და უკვე ეს ამირ ღალენოი, რომელიც დღეს გახლავთ ირანის ნაკრების მწვრთნელი, არის საიდანღაც უცნაური სპორტია ხო ის ფეხბურთი, ვიღაცა სადღაც განახა იმას უთხრა დაინტერესდა, ჩამოფრინდა, ეძებდა ფეხბურთას, კი, დინამო ტორპედოს დაესწრო და ამერიკა შემხვდა. ხა როგორ გითხრათ, ხა იმხელა სხვაობა ფინანსურად, რომ უკვე ფიქრობ, აბა მე რო აქ დავრჩე ხა ეს და მოდი ჩავალ ნახავ რა ხდება თქო ვიფიქრდი, რომ ჩავედი დავესწარი ვარჯიშს თავდაპირველად და ძალიან მომეწონა ყველაფერი. რა გუნდი იყო? ეგ იყო ზობაჰანი, რა ისპაჰანის გუნდი არის. ეხლა გრიგოლ ჩაბრაძე თამაშობს იქ ჩვენ. ხო. ჩავდივარ შვენიერი ბაზა, შვენიერი პირობები. მომწონს ერთი ისპაჰანი არის ისტორიული ქალაქი. ძალიან საინტერესო ქალაქი არის, ნამდვილად ისპაჰანში, როცა თქვენ ჩაბრძანდებით. აი ძალიან ბევრი ისტორიული მოვლენას წააწყდებით, რაც გარკვეულწილად ესე აბსტრაქტულად დროში გამოგზაურებთ რა. მაგალითად ალავერდი-ხანი, ქართველი ალავერდი-ხან უნდილაიძე, მისი შვილები, ესე იგი დაუდ ყულიხანი და მეორე ორივე გუბერნატორები იყვნენ, თოროსტები თვითონაც გუბერნატორი, ანუ არა მხოლოდ მთავარსარდალი, არამედ ასევე ქართველებს ძალიან დიდი როლი ჰქონდათ, ესე იგი შაჰ-აბასის კარზე მაგ დროში. მაგ დროში მოხდა მე რეკოჩენი ქართველების გადასახლება პერიოდში. თავდაპირველად ისპაჰანში, გარკვეული ისპაჰანის მშენებლობაში, ამ ხიდების მშენებლობაში და ამ ზოგადად არქიტექტურის მშენებლობაში მათაც მიუძღვით წვლილი. და ზოგადად აი ეს შენ გეშლება ეს ისტორიული პანორამა, იქ თითქოს არ ხარ ამ საუკუნეში, ხარ სხვა საუკუნეში. ამიტომ ძალიან საინტერესო ქალაქი არის. გვირჩევანო რომ უნდა წავიდე. არა, ისპაჰანი ძალიან ცნობილი ქალაქია, ისტორიული ქალაქია. ხო, ეხლა ქალაქმაც მომხიბლა, გუნდმაც მომხიბლა, ხილფასმაც მომხიბლა. ხო და ეხლა ეს მწვრთნელიც საკმაოდ სერიოზული დონის მწვრთნელი იყო და ახის დაველაპარაკე ბატონ რომა ფიფიასაც აქედან მოკითხა უდიდესი პატივისცემით მისი დამსახურება ძალიან დიდია იმაში რომ ჩემგან შედგა ფეხბურთელი, იმიტომ რომ დინამოში მე 15 წლის ვიყავი თავდაპირველად რომ მოვიდი, ის უკვე ცოტა მერე მოვიდა. ხო, შემდეგ უკვე რაღაც თანხა კომპენსაციის სახით მე გადავწყვიტე რომ ჩემი ხილფასიდან გამეყო დინამოსთვის, იმიტომ რომ მაშინ დინამოს არ უხინდა. რაღაცა ვირობით X თანხიდან ერთი მეორედი, მოკლედ ნახევარი მივეცით დინამოს. ხო, ეხლა ეს თანხა არ იყო დიდი საბოლოო ჯამში, მაგრამ რაღაცა იყო ყოველ შემთხვევაში რა. კასურ თემაში მოკლედ მართლები ვარ დინამოსთან მაკუთხით. ხო. შემდეგ უკვე მიწყება ძალიან რთული გზა და გრძელი გზა. ხო, ბევრი ენის ბარიერი, არ ვიცი, რელიგიური კულტურული სალაპარაკოისა და ამას მე მგონი ამ გადაცემაში ვერც ჩავატეთ ჩემი აზრით ეს ამაზე საუბარი დავიწყო, იმიტომ რომ რა ენაზე ლაპარაკობ თავთან, ან ინგლისური იციან, ან როგორ ხო, მე ინგლისურს მაგდროს უკვე კარგად ვფლობ. უკვე კი არა, მაგდროს კარგად თვითონ თუ ისოდენ კლუბში. ხო, იქ ჩიქორთული ინგლისური იცოდნენ უფრო ესეთი. ხო, ეხლა მაგის პაროდიას ვერ გავაკეთებ. I am table რამე. ხო, აი ეგეთი დაახლოებით კი. მაგრამ ცხოვრობდი ამ რელიგიურობაში და იქ უკვე უფრო ნაკლებად იციან. ხტებით, ხა ისე მომეწია რა. არ იყო ეს მარტივი. ნელ-ნელა შევეგვე რა როგორ რანაირად ყველა დეტალი ხარ თქვენთან ძალიან თქვენ რო ამას თქვენ რო ეს გაიაზროთ და მიხვდეთ ძალიან გამიჭირდება მე ეს ვერბალურად გადმოგცეთ. იმიტომ რომ თქვენ და გამოსცადოთ ეს საკუთარ თავზე. იმიტომ რომ იქ ირანში ხა საკმაოდ საფეხბურთო როგორ გითხრათ ხა აი საქმეები ცოტა სხვანაირად წყდება ხოლმე, ბევრი საქმეები რა. საფეხბურთო მაფია დავარქვათ, თუ არ ვიცი რა დავარქვათ.
ხო, ამასაც ალღო უნდა აუღო იქ რა როგორ მუშაობს ის ვისი კაცია, ეს ამის კაცია, ის იმის კაცია, შენ როცა არავის კაცი არ ხარ და მარტო კაცი ხარ, საკმაოდ რთულია მარტო კაცმა ბოლომდე ესე არავისთან ჯიბეში ფულის ჩადებებით. არა მხოლოდ შენი შრომი და ნიჭითა ესე პერსეპოლისამდე მიხვიდე და იმ პერსეპოლისშიც რაღაცა წარმატებული და პერსეპოლის ისტორიაში მე-100 თამაში ჩავატარე საიუბილეო ისტორიაში არავის არ ქონია უცხო სასითამში არც 20 გოლი არავის არ გაუტანია უცხოელზე საუბარი ამა იქაურფანებს ძალიან მაგრა უყვარო მართლა ხუტებით როგორ გითხრათ რა ძალიან მათთვის ძალიან დიდი ესე თქვათ კუმირი ვარ მე ეხლა კარგად ვზნობ თავს ირაში თუმცა თავიდან ხო ესე არ იყო თავიდან მე მახსოვს ინტერვიუ მქონდა შეთა 1 წლის წასული იყავი ან 2 წლის მაქსიმუმ და მიჭირსო მაშინ მითხარი რა აი ეს გაძლება ძნელიაო თორე ფანებსო მაგრას იგიჟენდო აი ორესეთ გითხარი რა ხო როგორ შეიძლება რა რომ აი ცხოვრების წეს როგორ შეიძლება აი ჩვეულებრივი ერთი დღე მიხვედი ვარჯიშზე და აი მოდიხარ სახში და მე როგორც ვიცი იმდენად გართობა და ის არისო ხო ჩემი შეხედულებები ირანთან მიმართებაში დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ანუ ჩავდივარ ყველაფერს ადამიანს საერთოდ რაღაც ასაკში ფიქრობ, რომ ყველაფერი იცი, მე უკვე ყველაფერი ვიცი და ასე შემდეგ. რატოა იქ ისეთი მოწყობა როგორიც არის რა? პრეისტორია ქონდა ამ ყველაფერს. როგორ იყო რევოლუციამდე ირანი? რატო იყო ისეთი? მე რატო გახდა ესეთი? რატო მოხდა ეს რევოლუცია დაუშვათ, ხო? რატო მოვიდნენ აიათოლები, როგორ მოვიდნენ, როგორ შეინარჩუნეს ამ წლის განმავლობაში? ანუ ეს დეტალები თუ არ ვიცოდი, თუ არ იცი, ძალიან რთული რაღაც დასკვნების გამოტანა. მე არავის პოლიტიკურ იმასში არ შევდივარ და მე ჩემ ანალიზს არ ვაკეთებ რა რატო არის. თუმცა მე ხო ჩემი შეხედულებები გამოეშინე თავდაპირველად მე მიჭირდა იმიტომ რომ ბევრი კითხვა მებადებოდა და ვერ ხვდებოდი ვერ ხსნიდი იქ ვერ ვეგუებოდი ხა ჩვენთვის მაგალითად ყოველდღე ბრინჯის ჭამა ცოტა მეგონი დამამძიმებელი დღეში ვიდი ხა იმათთვის ჩვეულებრივი მომენტი ხა როგორ ჭამ რო ეკითხები არ ვიცი ხო მე ვერ ვეგუებოდი ამ საკვებს იმის მიუხედავად რომ ცნობილია ხა სპარსული სამზარეულო კი თუმცა ყოველდღიურად ხა ამის ჭამა ჩვენთვის თქვენ დამერწმუნდეთ ყველას გაგიჭირდებათ რა ეგ ერთი დაფუყოლება რაც ხა ესეც ყოფით საკითხებში აწყდები. შემდეგ უკვე ენის ბარიერი არ ესმის ვერაგებინებ აჩიროყვება ისტორიას წველიან ძროხას ძემი და ყავაში. აი ეგეთი რა ვიცი ყოველდღიურად ხდებოდა ყოველდღე დაახლოებით ეგეთი. აი უბრალო მარტივი მაგალითი. თან ჩემი ხასიათის შესახებ ფეთქებადობის კუთხით თქვენ ინფორმაციას არ ფლობთ, მაგრამ საკმაოდ ფეთქებადი ვარ, რო იცოდეთ და მით უმეტეს თუ შიერი ვარ და. როცა რესტორანში ვიდიოდი ხოლმე და მე მიყვარს ერთი ადგილის არჩევა, ერთი რაღაცა სკამის არჩევა, ეს ჩემი ადგილია, ეს ძირითადად აი რაღაცა როცა მომეწონება და ყველაზე ახლო მყოფი რესტორანი რომელიც იყო, იქ დავდიოდი. ყოველდღე მოქონდათ სპარსული მენიუ, სპარსული, რომელიც აი საერთოდ ჩემთვის როგორც ჩინურია გაუგებარი, ისე სპარსულია გაუგებარი, იმიტომ რომ არაბული დამწერლობაა და არაფერი 100-ს არ მესმის 9 წლის განმავლობაში და ხდებით ხო მაშინ საერთოდ. აი ეხლაც არა დამწერლობის ვერ ვკითხულობ. არ დავინტერესებული ვარ სიმართლე გითხრათ. ალბათ უფრო არ დაინტერესებულ ხარ და მაგით არა დავინტერესებული. დაინტერესებული. უფრო როგორ არის, ხეთ აი ენის სწავლა თუ გინდათ, ეხლა სხვა თემაზე უცებადებული არ დამავიწყდება. ენის სწავლა თუ მინდა ჯერ უნდა შეიყვაროთ ის რაღაცა ენა, ის კულტურა და უნდა გადაწყვიტოთ თქვენ თავში რომ თქვენ აქ აპირებთ ცხოვრებას. მე ხო ამას მე ყოველ წელს ვფიქრობდი რომ ეს ბოლო წელი. არ ვაპირებდი. თან თარჯიმანი ყავდა, კონცენტრაცია მიჭირდა, როცა თარჯიმანი ყავს, პრაქტიკულად გამორიცხული ენის შესწავლა და 5 წელი თარჯიმანი ყავდა, კონცენტრირებულიც ვერ ვიყავი შესაბამისად. რაც შეეხება ეხლა თემის გაგრძელებას 3 წლის განმავლობაში ყოველდღიურად მოქონდათ ეს სპარსული მენიუ და ყოველდღიურად მე ვჩხუბობდი რომ არ ვიცი, კითხვა ხო ვიცი, არ ვიცი, კითხვა გადაგახევეთ თავზე მენიუს, ეხა იმას იზავ, ეხა როგორ ეხლა რა ქვია ამას? არ მინდა ხე სიტყვა ვიხმარო რაც ამას ქვია, ამ ყველაფერს, მაგრამ ეს ხო სიჯუტე დავარქვათ. არა, ეს ხო ნერვების მომშლელია, როგორც მინიმუმ. მარტივად. ხო, როგორც მინიმუმ. ხო, აი ესეთი ნერვების მოშლები ბევრი იყო. მაგრამ ეხა ამით მაინც გადმოსცემ თელი გავლილი 8 წელი გამიჭირდება. ამიტომ ეგ თან ერთ მიმტანს რომ მოაქ ეგ ისა რა ქვია რა 3 წელი მოდის. ჯიუტად გაძლევს იმას რა ქვია. სიჯუტე დავარქვათ მოდი ცოტა თქვენს ნუ ვიხმართ. ხო.
კიდე რა იყო აი შენთვის მიუღებელი რა? ნახეთ როგორ არის რასთან ჩვენთან გაბატონებულია წარმოუდგენა რომ ირანში თითქოს აი ყიამეთია ესე ვთქვათ ირანში თითქოს ვერ იცხოვრებ ის არის შეზღუდვები არის გან არ არის თითქოს ვიხმარე სიტყვა იმიტომ რომ ახლა მიხვდებით რატომაც თქვენ და ისიც გაითვალისწინეთ რომ მე აქ ყველაფერს ვერ ვისაუბრებ გარკვეული პოლიტკორექტობების გამო აბსოლუტურად მესმის შესაბამისად ორი ირანი არსებობს ესე ვთქვათ სადაც ერთი ცოტა სხვა მეორე ცოტა სხვა ორად არის გაყოფილი თეირანში განსაკუთრებით საერთოდ ხშირად მეკითხებიან ხოლმე საქართველოში ძირითადად ქალთა უფლებებზე რომ აი როგორი შეზღუდვები სპეციალურად დღეს ჩვენ სტუდიაში ზის ადამიანი რომელიც ნამყოფი არის რამოდენიმეჯერ გაკვირვებული დარჩენება ხოლმე რომ მე ესე მეგონა და სულაც არ ყოფილა ესე კაცო აქ თურმე აქ როგორც ერთობიან ესე მე ვერ ერთობია და ხვდებით ხო ისი თქმაც მინდა რასაც ცოტა გადაკვირთაც თქვენ ჩვენ ენაზე გესაუბრებით ფლათ ისეც არაა როგორც წარმოგვიდგენია ხო არც ისე არის როგორც წარმოგვიდგენენ ნამდვილად და შესაძლოა პირიქითაც იყოს კი ბატონო რაღაც სიცილზე არისო რაღაც ადრეთ მითხარი რაღაც აი ამაღალ სიცილზე ეს თავდაპირველად შენ ილია ჩემთან ინტერვიუ რო ქონდა მე მაშინ ესე ბროშურებით ვკითხულობდი ამათ წესებს და ესე ბროშურობით და აი ნახეთ აი ირანი რო თქვენთან არის დავუშვათ რაღაცა კანონი მაგალითად ამ ღვედით ვარ გიკეთი 40 ლარი ეს ვარ გიკეთი 100 ლარი გადაკვეთე ღერძულა ხაზი არ ვიცი რამდენია მოკლედ თქვენ ამ წესებს ექვემდებარებთ ანუ ჩვენ ხო რაღაცა იქაც ეს წესი ბროშურები რაზეც მე თქვენ გესაუბრებოდით ეს ეწერა კაცო ხა ზედმეტი ის არ შეიძლება ეს არ შეიძლება ეს მაგრამ ყველაფერი შეიძლება აი ის არ მოშალოს რამაზე ეს არის არ გამოძე შე პერსეპოლის ფეხბურთელი ხარ მაშინ შეიძლება აი მაგალითისთვის ხა ერთი შემთხვევა იყო ესეთი რომ თვითრენავზე რეგისტრაციაზე მივედი დავრეგისტრირე საათი და 15 წუთით ადრე მივედი რეგისტრაციაზე დავრეგისტრირებული ყავი და ბოლო მგზავრი ვიყავი და ჯიბეში ვიფათურებ ხელებს და არა მაქვს არც პასპორტი დამშა მოკლედ სახში ხო და წარმოდეთ თელი მგზავრები გააჩერეს საცობია თეირანში ეგ თეირანში ეხა გეუბნები ხო გააჩერეს თელი რეისი გააჩერეს საერთოდ წადი სახში მოიტანე პასპორტი ჩვენ დაგელოდებით და მე გაფრინდება თბილისში რეისი და თელი ხალხი მე სანამ ჩავედი 1 საათი იქ და 1 საათი დაბრუნდი უკან თელი ხალხი მე მელოდებოდა თეირანი ერთი საქართველოს ტოლა ხო არა თეირანი არა ვერ არის იმიტომ რომ ნახეთ ხა კვადრატული კილომეტრებით რო ვიანგარიშოთ ზოგადად კვადრატული კილომეტრებით ირანი მილიონ ხა მე ჩავით 1.300.000 ან 400 შეიძლება 500 1.500.000 კვადრატული კილომეტრია საქართველოს არის 79-ში თქვენ ანგარიშობთ ესე იგი აფხაზეთსაც და ანგარიშობთ ხო ეგ რო გამოვაკლოთ დაახლოებით ესე იგი 2000 კვადრატული კილომეტრი რო გამოვაკლოთ ჩვენ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის 10000-ია ან 9 დარჩება, ხო? გამოდის 58,000 კვადრატული კილომეტრი საქართველოს დღევანდელი ჩვენი იურის დიქცია სადაც ვრცელდება, ხო? რამდენად დიდია ეხლა? ხო, აი მაგას გეუბნები, რომ ეხლა აეროპორტიდან თან აეროპორტი ცენტრში ხო არა? არა, საათის სავალია, 1 საათის სავალია კი. 1 საათი წადი, 1 საათი მოდი, ეგ საცობი თუ არ კიდე 1 საათი და შენ გამოშეჩერეს ესა. აი მაგალითად ეს არაფერი ხო აი ბოლო გამოფრენაზე ხა მაგალითად პოპულარობაზე მეტყველებს რა ამაც. ხო მაგის ილუსტრირებისთვის ვამბობ ამ ყველაფერს აი ბოლო გამოფრენაზე ეხა ვიყავით ოჯახი ჩასული პარიზში და პარიზიდან უკვე რომ მოფრენავდით 1 კილოგრამი მქონდა ბარგი ზედმეტი და ამ ბარგს აი ეს ხელის მოსაკიდირო აქვს ალბათ 2 სანტიმეტრია. აი ეს ვერ ეტეოდა მოცემულ ნორმებში. ამის გამო ეს ბარგი დაავტოვე, არ ვიცი რა, ვიწვალე, გადავიტანე და მანამდე 3 დღით ადრე ფრენა მქონდა ირანი და თბილისში. და რამდენი კილო მექნებოდა შენი ასეთ ბარგი ზედმეტი? ბევრი. 42 კილო მქონდა ბარგი ზედმეტი. 2 ჩატა. 2 ჩემო. არა, 4 ჩემოდანი მქონდა. 42 კილოგრამი არის 2 დიდი ჩემოდანი. ხო და გადასახტელი ძღოლი მიერეკავს რომელსაც ადრე წაიღო ეს ბარგი. გიორგი გადასახტელი ამდენი ის არის აუქნა გადავიხოთ დამელოდეობნები. აჩერე. მივედი რაღაცა ფოტო გადაიღეს 10 კილოგრამი გავქვითე. იქით მეორე ფოტო, იქით 5 კილოგრამი და მოკლედ ჩამოვედით რა გადავიხეთ 3 კილოგრამის თანხა. რის თვის ამ ყველაფერს ირანში აი ესე ლავირებ.
ეს წესები და ეს ბროშურები, რაზეც მე თქვენ გეოსაუბრებოდით და ესე დაშტამპულად რო გეუბნებოდით. საბოლოო ჯამში ხა რევიზია რო გავაკეთეთ ამ 8 წლის განმავლობაში თუმცა საერთოდ არ ყოფილა ესე. ხა ამით იმის თქმა არ მინდა კაცო რომ საერთოდ ესე თქვათ დემოკრატიის შუქურა, მაგრამ საერთოდ შეგვიძლია ვიმჯეროთ რა არის დემოკრატია და რა არის დაუშვათ ტოტალიტარიზმი. მაგაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ეგ ჩვენი ინფორმაცია არ იძლევა. ცალკე გადაცემის თემა. ეხლა ისა ლაპარაკობ, გიორგი რომ ალი დაე გამახსენდა. შენ უფრო პოპულარული ხარ თუ ის? ალი და ალი ქარემი არიან, არ ვიცი. არიან ღმერთები? მართლა არიან. აი ჩვენთან ვის შეადარებს საქართველოს? არა ვერავის. აი ყვარა რომ გაანრულო 10-ზე ალბათ. ო, ესეთ იმას. იქ ცოტა სხვა ის არის. აი ხა კიდე გეერთები მე დარბაზში ვიძის ხა ვერ დაინახავ შენი მაყურებელი, მაგრამ ეს დასწურებს რატო გვაწყობთ რაღაცას ისეთ რო ყვები რომ გაყურებული სახეები გვიყურები. არ ვიცი, შეიძლება არ უნდა თვითონ და ამიტომაც მოკლედ განვაგრძოთ. ალი დაი ალი ქარიმი ეს ორი კერპია ესე თქვა. მე უკვე სხვა ფეხბურთელი მოდენ შენ შეიძლება გახსოვდეს ქარიმ ბაღერი გახსოვს ფეხბურთელი მახტავიკია მახსოვს. მახტავიკია ეგ ქარიმი და დაე ორივე ბაიერნში თამაშობდა და იმიტომ. კი. ხო, მე როგორც ვახსენე, აი რაღაც რადიკალური სიყვარული. ფანატიკური სიყვარული. აი უფრო ალბათ ამ შუა აზიის ქვეყნებს ახასიათებს, იმიტომ რომ იქ რაღაც ამით იზრდები, აქ გურზე გერბი ტატუირება გაკეთებული ბავშვები და წინ დაცვეთა ხო არის რაღაცა მუსლიმანში ებრაელებში ყოველ მე ბავშვი დაიბადება და მერვე დღეს უნდა აი ესეთი რაღაც თითქოს პერსეპოლი ბიაკერე ტატუირება ესე არის და ეს მათთვის საამაყო მომენტი არის და ჩვენთვის ცოტა ხანდახან ფიქრობთ რომ ვერავინ და ვერაფერს შეეძლება. ვერაფერი ხო. ღმერთი და მე ესე. და ეს რა სპორტებია უკვე? ფეხბურთი და ყველა სპორტია. ჭიდაობა. ყველაფერი. აი რაც არ ნახეთ აი ცხენი ბურთი გაგიგე ხო აი ცხენი ბურთიც კია ირანში წახალისებულია სპორტები აი ამ იმებით რა ვქვია თავსაბხო რო თამაშობენ ქალთა ფეხბურთი ხო მაგას ხო ნახეთ აი უბრალოდ თამაშობენ ჩვენი მაგაზე სკანდალები და ისე არა ჩვენი ნაკრები ყოფილი იცოდეთ ფუტზალშიც ყველა გუნდს ეხა ნახეთ ფუტბოლში მსოფლიოზე სულ თამაშობს ხოლმე ათეულში არიან ყველა გუნდს ყავს თავისი ქალთა საფეხბურთო გუნდი ყველას უნდა ყავდეს ყავს უნდა ყავდეს სავალდებულო რომ ყავდეს და ეს გოგოები აი გადასარევად თამაშობენ ძალიან კარგად თამაშობენ მე რასაც უყურებ ხა ჩვენ ერთად ვარჯიში იმათი სტადიონი ჩვენ სტადიონით სარგებლობენ ხოლმე და ხიჯებსაც შეეხება ხიჯები გაბატონებული წესია ესე თქვა ამის სავალდებულო წესია ამის ფეხბურთის თამაში ცოტა ხო ცოტა მოუხერხებელია კი ბატონო თუმცა არ არის ნახეთ აი ერთ რამეს ვიტყვი იყო წლების წინ მე რო ჩავედი მაშინ აკრძალული იყო ქალის დასწრება თამაშზე დასწრება როგორც გულშემატკივარი აი ხა მე გამოგიგზავნეთ თქვენ ვიდეოს რა სადაც ეხა ბოლო ამ წელს უკვე 4 წლის წინ დაუშვეს თუ 3 წლის წინ მაგრამ ამ წელს დისკვალიფიკაცია ჰქონდა ჩვენ სტადიონს და სეფაჰანის სტადიონს, სადაც კაცის დასწრება იყო დისკვალიფიკაციაში, ესე სანქცია ესე თქვა, რომ კაცს არ შეეძლო დასწრება და ქალს შეეძლო დასწრება. და ქალებმა გაავსეს 55 სტადიონი. ხო, რაღაც მახსოვს ეგეთი. ეხლა გამახსოვდა რომ პირიქით მოხდა. ორი კვირისობა ხო, ჩავედი არ შეიძლება და გაავსეს პირიქით. ხო, აი რაღაც უცნაური მომენტები არის. ეხლა ხიჯაბსაც შეხება რეალურ ცხოვრებაში ეს ხიჯაბი ეხლა თეირანში მაგალითად ორად რო გავყოფდა ჩtildeოეთი და დაუშვათ სამხრეთი ესეთი ტერიტორია რო წარმოვიდგინოთ რა დიდი ქანები არის თეირანი დიდი ქანები დიდი სივრცე გაშლილი და ქანები ზედა ნაწილში სადაც უფრო გრილა სადაც უფრო უკეთესი ყველაფერი არქიტექტურა ისე შემდეგ იქ ცხოვრობს უფრო ინტელიგენცია და იქ მოკეთ არ არის ესეთი შეზღუდვები არც ატარო მაგრამ არ არის ხა სასავალდებულო რომ გეფაროს ცოტა ქვემოთ თვითონ სურვილიც კი აქვს რომ ეფაროთ გესმით? ხა საუდის არაბეთში ხო ცოტა ხნის წინ და რამდენიმე წლის წინ დაუშვეს თავისუფალი ნება, გინდა გეკეთება, გინდა რა, მაგრამ გამარჯვებს 66% პროცენტი მაინც უკეთია. ხო, ეხლა შენ არ მოგწონს, მაგრამ თავისუფალი ნება ითვალისწინებს იმას, რომ უნდა და უკეთია, ხო? ხო, ეგ მომენტი აქაც ბევრისთვის. კი, ეხლა უცებ წერა რომ აირანის ნაკრები და პოპულარობა რო ახსენე გამახსენდა 98-ის სოფლიოზე იყო ამერიკა-ირანი თამაში. დედა რა თამაში იყო. ირანმა მოუგო 2-1. მაშინდელი ისა გმირები ამერიკასთან ამ არა რეალურად აი არის გაშარჟებული აი ხალხს არანაირი
ჩვენ ახლა ტელევიზორში უყურებთ Down with USA რაღაც ისრაელ Down with Israel. ეს არის თლიანად პოლიტიზირებული. ეს სჭირდება ირანის ხელისმე ამას მაინც მოგუზალებულა კიდე ერთხელ მეორებ რომ ჩემ სპიგუდან გამოდიოდა არ შეიძლება რაღაც ბევრი დეტალის დაგახსნა და ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ ხალხში ეს არ არის შეგრძნებები აბსოლუტურად კასმოყვარე, 7 წყნარი. აი ხო ჩვენი რეისები ეს რა არის, ნახეთ ისრაელიდან მოფრინავს რეისი, თეირანიდან მოფრინავს რეისი, ძირითადად ერთდროულად ჯდება, ერთდროულად გამოდიან, პასპორტ კონტროლს ერთდროულად გადიან. თქვენ ხა ამერიკა ახსენეთ, მაგრამ ამერ პირველი ხა პასპორტში ირანას უწერია, რომ ყველგან შეუულია შესვლა გარდა ისრაელისა. ასე რელიგიური იმპერია არის, ხო? ასე ისრაელი მათთვის. რელიგიური იმპერიათან თავი გავანებოთ, კაც დაპირისპირებაში არის, ხან რა ამის ომი დაიწყო. ბალისტიკური ჰიპერგერითი რაკეტებიც ვიო აქედან იქით და პირიქით, ხო? შესაბამისად ხალხს ეს არ აისახება. აი ეგ თუ გაინტერესებთ, რომ ხალხისთვის ეს არის. ჩვენ ხო არის რაღაც ახლა რამოდენიმე ერი რომელთანაც ეს გვაქვს. ამიდა სოფლიოზე უყურებ ამერიკა ირანის თამაშს და გონია რომ ეხლა რაღაცას ჩახოცავენ ხო არა ხო თამაში არა ისე თამაშის მერეც ისე ჩაეხუტნენ კი ჩაეხუტნენ 90 თან მაშინ გამწავებული იყო იმ პერიოდში 98-ში და ბოლოს მაინც კარგად და ხო ჩვენთან პოლიტიზირებულია ხო მთელი საზოგადოება მთელი სოციუმი პოლიტიზირებული ბავშვი ჩემი შვილები გააჩირო ყველაფერი იციან 9 და 10 წლის და დაუშვათ 5 წლის არა მაგრამ ჩემ ოჯახში აქედან ყველაზე ყველაფერი იციან ესე ვთქვათ რა რომელი პარტია რომელი ნომერია ხო ხდები და იქ არ არის ხალხი პოლიტიზირებული ესე ვთქვათ ამ ყველაფერს არ ახვევენ თავს არც გარე ძალები არ ჩიტა ძალები არ არის საჭირო ეს ყველაფერი და არის სპორტის პროპაგანდასრული პარაოლიმპიელი მოჭიდავე ცხენბურთელი ფეხბურთელი ყველანაირი ბურთელი არ ვიცი მე ზოგადად ეგრეთ ძალიან არ მიყვარს სპორტი რომ ამეებში ვერ ყვეოდე მაგრამ მე ხო ვუყურებ არა ტელევიზორში გადარჩი იმაზე ჩოგბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ისბურთი, ესბურთი სულ რაღაც სპორტი ხო? ხო კიდე გადარჩა კი რომ რაღაცა ყველა სპორტი არა მე არა მე ფეხბურთიც მოგეუბნებით არა მე ჯიუტი ხასიათი მაქვს და ამიტომ გავხდი ფეხბურთელი თორე დიდად ვერ ყვეოდე და ვიყვარდეს და უყურებდე და აბა შენ მოიგეთ არა ვარ მე ჩემ თამაშს არ უყურებ ეხლა ჩემ თამაშს თუ არ უყურებ სხვასაც რა მაყურებინებს ერთ-ერთი კვარაცხელის თამაშს ვაპირებ უყურებ ფინალს ხო იმიტომ რომ ხა მაინტერესებს მაგიტო თორე ხათრით არა გიორგი აიწერან შენ ახსენე წასვლა დინამოდან ირანში მე მახსოვს კარგად ის სეზონი ძალიან კარგი გუნდი იყო იმ პერიოდში კაჭარავა იყო მწვრთნელი და ხშირად გვიხსენებია გადაცემაში ეს იყო 2017 ან 18 წელი ლიდერობდით თქვენ და მაშინ წამოვიდნენ ზუსტად პირველ გუნდში 18 წლის ჩაკვეტაძე 16 წლის კვარაცხელია და აი განხახსოვთ ის აი წარმოიდგენდით მაშინ რომ ესეთი დონის ფეხბურთელები გახდებოდნენ ეგენი აი რა ეთყობოდათ მაგას კითხულობდათ უჭებში ეთყობოდათ თავდაპირველად იყო ესე იგი ჩაკვეტაძე ხო უცნაური სპორტია მეთქი გეუნებით კიდევ ერთხელ აი პაპუნაშვილი გახსოვთ თქვენ პაპუნაშვილი ძალიან კარგი ხო მე იგი მანდა ხო მე რაღაცა მოხდა აი ისეთი რაღაც შესაძლოა შეგხვდეს ისეთი მწვრთნელი ახლა ეს ბევრჯერ მოგისმინეთ მაგრამ აი უფრო ფსიქოლოგიურ სიღრმეებში რომ ჩავიდეთ რა იმდენად ბევრია ამ ვიღაც X მწვრთნელზე დამოკიდებული და შესაძლოა შენ იმ გზაზე კერწახვიდე აქეთ გზაზე მოხვდე რომელმაც საერთოდ ესე იგი მოგიკლავს ყველაფერი არ ვიცი мотивация ხო ყველაფერი დიდი სურვილი desire ინგლისური სიტყვა დიდი სურვილი რომ შენ მე მინდა კი მე მინდა აი კაშიას თუ უსმენთ ეხა ბოლოს ვიდეო რო ქონდა ჯიუტად უნდა არ ვანებებ ეგ მინდა ხარბი ესი ხარბი აი მინდა სპორტული მიდგომა აქ ისმით ხო აი თუნდაც ძალიან ბევრია დამოკიდებული ამიტომ ამბობ რა შესაძლოა იმან ეს мотивация ჩაგიკლას უბრალოდ მე ერთი მოვყევი თავდაპირველად დასაწყისში რომ ჩვენ თავარწმუნდა ნაკრების ესე თქვა მეთქი და მე ცოტა დემოტივაციის მომენტი იყო მეთქი რა ხო ხდებით აი ფსიქოლოგიური დეტალებია რამაც მე შემიძლია თქვენ კონკრეტულად თქვენ არა მაგრამ თქვენ რო ფეხბურთელი ბრძანდებოდეთ ისეთი აღმაფრენა შეგმატოთ და ისე დაგაჯეროთ თქვენ ძალებში რომ თქვენი მაქსიმუმი გამოვლინოთ ეს არ არის ფეხბურთი თქვენი მაქსიმუმის გამოვლენა ზუსტად შესაბამისად არ ვიცი ბევრი იყო და ჩაკვეტადეს ეტყობოდა მე ვისთანაც მომეწე ეტყობოდა რომ ძალიან მაგარი იყო მე გადმოდის უკვე ზუკასაც ეტყობოდა რომ ძალიან მაგარი იყო და მე რომ მედივარ კვარა მე გადმოდის უკვე რასთან უკვე აი პირდაპირ შეხება არ მქონია
ხო, მაგრამ მე გადმოცემით, რა თქმა უნდა, ვიცი რომ მასაც ეტყობა და კოჭებში და საერთოდ ყველას ეტყობა კოჭებში ყველაფერი, დანახვა უნდა უბრალოდ რა. და ბევრია რომელიც ვერ დავინახეთ. ისევ აი ამ რაღაც არასტური ხო, რამდენია ახლა დაკარგული. ძალიან ბევრია. თქვენ ჩემზე უკეთ გემახსოვრებოდ ეგენი. აი ამ ოქროს თაობაში ჯაკობიები და ესე რა. ეს გოგა ფარკუსაცა რა, უნდა ყოფილიყო რაღაცა ესა, რა ქვია. გერმანიაში რო წავედი. ხო, გერმანიაში და მარტო რო იგებდათ. გინდა იგივე ჯაკობია რა. ხო, აი ამომავალი ვარსკვლავია. არა, მე 85-იანების თაობაში ახლა ბევრი იყო ესეთი რომ ხო, ბევრი იყვნენ. ხო, მწვრთნელს ბევრი რაღაცა შეუძლია. ну არა მხოლოდ წვრთნელს ხა დროსაც გააჩნია თქვენ რომ დროშიც აუბრობთ ის სხვა დრო არის მესმის სხვა დამკვიდრებულა იმათ თაობას კიდე სხვა წვრთნელები ყავდათ და ერთხელ ვისაუბრე და არ მინდა კიდე რაც ამჭირდება კონფლიქტური საუბრები მაგრამ სიმართლე მე მიყვარს სიმართლის ამ სიმართლის გამო ხანდახან ძალიან მწარია მე ვიღაცას ტკივა ვიღაცას წყინს მაგრამ სიმართლეს ჩემთაზეც ვიტყვი და სხვაზეც ვიტყვი მაგ თაობას უნიჭიერეს ბაჯაღლო თაობის დაკარგვას მე ვაბრალებ მათ წინამორბეთ მწვრთნელებს, რომლებმაც ეს ვერ გამოთალეს, გამოძერწეს, გაასალაშინეს თუ რა. მაგას არ მოყვა ახლა ლაპარაკი, რომ დაიკარგნენ. დაიკარგნენ. თუმცა წინაღობები მაგასაკში, რომელიც თქვი 18, 17, 16-დან 19 წლამდე ალბათ გექნებოდა, ხო? გექნებოდა თქვენც და. კი, იყო რა. მე მოყოლიც მაგ ხარ არ მიყვარს ერთ იგივე ისტორიის გამეორება თქვენ ერთი წლის წინამდე ჩემს საუბრებზე უკვე გამახსენეთ, რომ მაგრამ იყო და როგორ იყო ხო სამდეში ხო იყო რა ნამდვილად იყო კი და უკვე აღარც მაგის გახსენება აღარ მინდა იმიტომ რომ ახეთ როგორ არის ეს დინამო თბილისი არის მაშინ განსაკუთრებით იყო აი რაღაცა თქოს აი იქ რო ხარ უკვე ესე რაღაცა დაამტკიცე სხვასთან დაძარივით მე უკვე ხა იქ 19 წლამდე 17 წლამდე არა 19 წლამდე არა 21 წლამდე skip გამოტოვეთ. ანუ ესე გადაწყვიტეს რომ 21 წლამდე საერთოდ ამ წლოვანებამ საერთოდ გამოტოვოს. ვიღაცას თავში ესეთი იდეა და ეხაც რომ და გადაცემამდე გიყვებოდი მე შენ ილია რომ 91 აი ისტორიას მოგიყვებით გამახსენდა იმასაც ეს სიამონება ეხა ლეკვთაძე ირაკლი გაგეხსოვება თქვენ გეურთელი მე და ლეკვთაძე გაგვიშვეს დინამოს სინჯებიდან რომ მივედით. გაგვიშვეს თქვენ ვერ აკმაყოფილებთ ჩვენ რაღაცა ბოდიში. ხო. და მე ისეთი რამე მოხდა რომ მან დავით კევლიშვილი იყვნენ და შალამბერიძე მწვრთნელი. დააკლდათ ხალხი, ორი კაცი დააკლდათ, სინჯების თამაში ჰქონდათ რა 10-იანებს, ერთი წლით დიდებს. დაგვიბარეს მოკლედ ზამთარია, მე და ლევთაძე ჩამოსულია წყალტუბოდან ერთი წინდა აქ მილანის მახსოვს, ერთი წინდა სტილის ვარიზე გარიცხავდა, მე გადაფენა რადიატორზე, ჩამოიცომდა. მოკლედ ბიჭი ჩამოსული სხვა გზა არა აქვს. მის მეც ხა დასაკარგი არაფერი მაქვს, მეც უგნიდან ვარ ქუჩიდან პრაქტიკულად მოსული. ხო. პირველი ტაიმი არ გვათამაშეს, დავები ვარ თქვენ ტონუ, ეს მახსოვს ეს სიტყვა მაშინ არ ვიცოდი, ეხლა დავამახსოვდა ჩამებირთ და თავში ტონუსში რო იყოთ. თქვენ პირველი ტაიმში იძუნძულეთ ესეთ კადა. ჩვენ ზუნძულებთ ხა პირველი ტაიმი და ჩვენი გუნდი აგებს 3-0-ს, მაშინ წინ თამაშობთ ორივე. შევედით, აი არ ვიცი ცხოვრებაში ეგეთ თამაში მე არც პორტუგალია ეს არ დამახსოვდება მე რომ ალბათ მოხუცდები და არც არაფერი აი ეგ დღე მახსოვს. არ ვიცი, აი გოლი აქედან ერთი ლეკვთა კიდე მე ისევ იმა და 4 წელი მოვიკეთ და ეს როგორ გავუშვითო. იმა კევლიში მეიკითხა. დაავალდებული სიმწუხნელს რომელიც 11-იანებში იყო, ჩვენ მივიღეთ შეკრებაზე ესე ვთქვათ. იქიდან იწყება, მაგრამ ჩვენ არ დაგვა ესე მაშინ იყო ეს არ დაგვაზაიავკეს, ესე არ დაგვარეგისტრირეს. თამაშის უფლება არ მოგვცეს. ხო, და ეს ჩვენ მე და ლევთაძე 91 მხოლოდ ჩვენ ვითამაშეთ ფეხბურთი, მე სხვა შეიძლება რა თქმა უნდა იქნება ვიღაც როგორ არ იქნება, მაგრამ მე ვის მამახსოვრდება ესე გამორჩეულად ლევთაძე არის ესე ვთქვათ რა. 91-იანების თაობა ასაკობრივში ისე მოხდა მართლა მაშინ ძალიან ცუდად გაწყდა ფაქტიურად 92-იანები დააწინაურეს ძლიერი თაობაო რაღაც ესე მახსოვს. კი, ეგრე იყო ეგრე. ხო, ეს ამოაღდეს. ალექსანდრე ჩივაძემ გადაწყვიტა ესე რომ 91-იანები უნდა გამოეტოვებინა. იმ დღეს ესეთ გუნებაზე იყო და ესე მოხდა რომ 91-იანები საერთოდ ხო ამას ახლა მე გარკვეული რა თქმა უნდა გულდაწყვეტით ვამბობ. მაგრამ სიმართლეა თქო კიდე ერთხელ რაც უნდა წარი იყოს და
ვიღაცას ხო გითხარით, ხა მე ის ვარ პირდაპირ თქველი ადამიანი ვარ, რასაც ვერ დავმალავ და მე არ გავითვალეწინებ არავის. მით უმეტეს რატომ გავითვალეწინებ, ხა მე შემეხო და მე გამოვძვერი აქედან რაღაცნაირად მოვარ-მივარი და რო არა თამას სამხარაძე ესეთი მწვრთნელი, რომელმაც 10-იანებში დამაწინაურა და იქ კაპიტანად დამიშვა და ის მათამაშა, მე ვერ მითამაშებდი ფეხბურთს. ხდებით ხა ამ ისტორიებში, რასაც მე თქვენ გიყვებით, რამდენია დამოკიდებული გარე ფაქტორებს და არა ჩემზე მხოლოდ? მე ვიშრო მე ისიც გავაკეთე, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ აი თქვენი სურვილი არ იყო და მე ვერ ვითამაშე. აი ესეა ფეხბურთი. თუ სლად კოჭებს შეწყობოდა, ხა ეს თემა დავიწყეთ, კვარაცხელიიდან და აბა ვის ეთყობოდა და ვის არ ეთყობოდა. დღეს უფრო მარტივად არის, ხო დღეს ხა ნახეთ დღეს ხა ესე ამაში ფულს იხდიან. დღეს ამ იმისთვის ვაკეთეთ დოხსნით აკადემიებს, რომ აი ესენი აღმოვაჩინოთ და მაშინ თითქოს ესე არ იყო ეს დისბალანსი, თითქოს დარღვეული იყო. ხო, ახლა ესა სპეციალური ეს არის, ხო? ინკუბატორივით არის, ხო, რომ აღმოვაჩინო ის სელექცია. ნუ არა და შენ ფულს დაკარგავ რა. შენ თვითონვე დაგაკარგავ. და სწორი ჯანსაღი მიდგომაც ესეთია, ხო? გიორგი, მოდი შენ ცოტა წავიდეთ დასასრულისგან, ჯერ ვთქვათ საქართველოს ნაკრებს. რას ველოდებით მომავალში? აგერ ევროპაზე მოვიარეთ ევროპა, მოვილიეთ. ახლა ნუ მეტი სურვილი გვაქვს, ხო? ხო, რას ველოდებთ ხა მე, რას ველოდებ? მე პირადად ველოდები და ფეხბურთს კიდე ვაგზელებ და თამაშობ და мотивация კიდე უმთავრესი. мотивация მაქვს მხოლოდ და მხოლოდ ის რომ გავიდე სოფლიო ჩემპიონატზე. აი ამ мотивацიის ხარჯზე და გულისთვის მე მინდა რომ კაი გუნჩიც ვიყო, მაგრამ კარგად ვიგოლიჩო, კარგად ვიკვებო, კარგად მეძინოს და ამისთვის მე ხო არ ვიცი ჯერ გამომიძახებს არ ვიქნები ჩემი მხრიდან ყველაფერი მინდა გავიღო იმისთვის რომ მე მზად ვიყო და შესაძლოა უკვე ხო დეპარტამენტი რაღაცას წამაშველებს და რაღაცა გაიქნება მონდომება ისე უკვალოდ არ ჩაიგოს უკვალოდ არ ჩაიეროს აი ეგ მოლოდინი მაქვს მე პირადად რომ იქ უნდა გავიცი დანარჩენი არ განიხილება ჩემთვის ხა ხო დამარცხებაც არსებობს ყველაფერი არსებობს მაგრამ აი ეს мотивация მამოძრავებს და მზენს სიცოცხლის ხარისს. არა შენახმეთ, მაგრამ აი რა მეთქვა ახლა. და პირად ამბებში აი ირანში რა ხდება? ირანში კარიერულად. ხო, დასრულდა ჩემი კონტრაქტი იქ, ეხა იქ მწვრთნელი გახდოთ. ხო, ეხა თავისუფალი. ხო, ერთი აი ათათურკის ტიპის ესეთი მწვრთნელი, რომელიც იყო ფენერბახჩეში, ისმაილ კარტალია სახელით და გვარი ესეთი. ცნობილი მწვრთნელია თურქეთში საპატივცემულო. არ ვიცი როგორც გადაწყვეტს და როგორც იქნება ამ გუნდში დავრჩები მაგ შემთხვევაში თუ ამ გუნდს სურვილი ექნება თუ არ ექნება მე სულ ყოველთვის ესია რა მინაში ერთი წელი ორი წელი არასდროს არ მქონია არ ჩქარო ფარსად რაც იქნება როგორც დაალაგდება სიტუაცია ისე იქ შესაძლოა სულაც არ დავრჩები მე შეიძლება სულ სხვაგან გამოიშდეს კაცო არავინ არ იცის იმდენად არაპროგნოზირებადია ფეხბურთი რომ ეხლა ხარ თავისუფალი აგენტი ეხლა თავისუფალი აგენტი ვარ არ ვიცი ირანია ხო გითხარით არ არის ესე დაშნაპული წესები შესაძლოა ოიც ახლა შენ ესე ლაპარაკობ ირანია ის არის ახლა მანჩესტერი რო გამოჩნდეს სიტყვაზე ახლა თქვენ უკვე არა ნუ ესე რო ამბობ გადახვედით ფანტაზიის რეჟიმში ხო ხა თავისუფალი აგენტი არა ევროპაში ახლა არა არ გამოჩნდება დაივიწყეთ ეგ ამბავი მე ხო გითხარით არ გამოჩნდება ესე არ გამოჩნდება შესაძლოა რაც შეიძლება გამოჩნდეს ევროპაში იქ მე არ წავალ იმიტომ რომ ის იგივე არ იქნება რაც აქ არის არა კარგი ევროპას გულდეს ხო კარგი ევროპა არ გამოჩნდება ხო ჩვენი გზა ევროპაშია კი არ ვთქვათ მაგრამ შეგიძლიათ ეგეც გადავიდეთ რა მაინტერესებს გიორგი აზიის ჩემპიონთა ლიგა რა დონეა როგორი ხო აზიის ჩემპიონთა ლიგა რა დონეა თავდაპირველად ესეთი დონე არ იყო როგორც ეხლა არის ეხლა განაპირობა საუდის არაბეთის ფაქტორმა ხა ისეთ ფეხბურთელები თამაშობენ იქ რომ გინდა არ გინდა ალ-ჰილალი უძლიერესი გუნდია ეს ალ-ნასრი უძლიერესი გუნდია ალ-აჰლი უძლიერესი გუნდია იქით უკვე სხვა ზონა რომელიც არის უკვე ეს კორეა იაპონიის გუნდები ძალიან ძლიერი გუნდები არიან ასევე იქ უზბეკეთი არის ტაშკენტი მე რო შევადარო ევროპის ჩემპიონთა ლიგას მე არ ვითამაშე ევროპის ჩემპიონთა ლიგა ტელევიზორიდან ვიცი ხა რა თქმა უნდა ვერ შეეტრება ხა რაზე ლაპარაკი მაგრამ პრესტიჟული არის ბუნებრივია ხო აი საუდის არაბეთისთვის იმდენად პრესტიჟული არ არის ხა იმიტომ რომ იქ რა საპრიზო ფონდიც არის კვირაში აქვს ერთ ფეხბურთელს იქ ხო მაგრამ ჩვენთვის ხა ის არის რა პრესტიჟული მომენტი არის კრისტიანო რონალდო აგე დაამტვრია იქაურობა ნახევარფინალი რო წააგო იმასთან იაპონიის გუნდთან არ წააგეს კავასაკისთან და
მაგათი მხრიდან ეს სწორი პოლიტიკა გონია საუდელების მხრიდანაც რომ ჩაყავდა რა წარმოუდგენელ. ეს ხო რაღაცა სულ ფულია დაიწყა რაღაცა წარმოუდგენელი. ხო, რამოდენიმეჯერ ვიყავი ამ საუდის არაბეთში მე ჩასული ხა. რაც მე ნახე, ეს არის აი საოცარი ინფრასტრუქტურა, სასწაული ინფრასტრუქტურა. ეს ხალხი მასა ამ გულშემატკივრებისა, რომლებიც ამით ცხოვრობენ, გესმით, ძალიან როცა გაგფული რა პრობლემას ვერ ხედავ. რა თქვენ ხა კითხვა დამისვით, სწორად მიმაჩნიათ თუ არა ხა მე თქვენ კითხვას გიბრუნებთ. თქვენ რატო არ მიგაჩნიათ სწორად მე ჯერ მაინტერესებდა და მე გიპასუხებთ, აბა რატო მიმაჩნიათ სწორად. რა პრობლემას ხედავთ? არა, მარტივად ვეთქვი, უყურე იხარჯება იმაზე ბევრად მეტი ფული, ვიდრე აქედან შეიძლება ოდესმე შემოსავალი კონდეს ჩემი წარმოდგენა. თქვენ ხა იმათი ბუღალტერია რაში გადადეთ ხა იგმაც შესაძლოა მაგის არა მე ამ შემთხვევაში არა როგორც გულშემატკივარს არ მაინტერესებს მაგრამ როგორც ჟურნალისტისთვის ჩემთვის არის საინტერესო ჩემთვის არის საინტერესო ეხა უცებ ჩავეცამ ერთი მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივარი მყავს რა სხვა ფასი მეგობარი მყავს მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივარია და ჯო მალმალე დაიწყებს ლაუბარს ეს რაში გადავიხადეთ ამდენი ფული დელიხტში, ერნანდესში, იმან ბიჭო შენ რა გინდა შენ ხო არ იხდე ხო ყავს რა გინდა ვერ გამჭირვალობის კანონი ხო გაგიგეთ რა გამჭირვალობის კანონი ჩვენ აი ჩვენ ესე ხო აბა ეს დაადეკლარირე ყველაფერი და ხსა ნავთობი არის და ამდენი ფული არის ხა იქ წარმოიდგინე როგორი ესა აი ესე კაი მაშინ გიორგის სხვა კუთხიდან შემოგიტრიალებ ამ კითხვას აი ამ უზარმაზარი ფულის ჩადებით შეძლებს თუ არა საუდის არაბეთის ლიგა მაგალითად გახდეს იმ დონის რაც არის მაგალითად დასავლეთ ევროპული ვერა ჯერჯერობით ვერა მომავალ წელში მე მაგას ვერ ხედავ ამიტომ იქ წასული კაცი მაინც რეგრესის გზაზე მიდის აი ეს ეხლა დამაკმაყო ფილოსოფია ეხლა სრულად დამაკმაყო ძალიან დიდი მადლობა მადლობა ყველას საინტერესო ავარი გამოგვივიდა და მადლობებს გისურვებ და შენი ბიზნეს მიღწევა შენ და ჩვენი ბიზნეს მიღწევას და ახდენას რომ სოფლიოზე ამერიკაში ვითამაშოთ